არსებობს მომენტები, როდესაც ხმაური უფრო ხმამაღალი ხდება ვიდრე სიმართლე. მომენტები, როცა სათაურები იმაზე მალე ჩნდება და იცვლება, ვიდრე ხალხი მათ გააზრებას ასწრებს. ხმაური ცავს სამყაროში, ვინ აკონტროლებს რა დაინახო, რა მოისმინო, რა იგრძნო. დაპირისპირება და მუდმივი დაძაბულობა მოიცავს მთელს ქვეყანას. უცხოური გავლენები ყურში ჩურჩულებენ მედია საშუალებებსა და პოლიტიკოსებს. ნდობა საბოლოოდ იმსხვრევა, იმედი კი ქრება. დაპირისპირება და ქაოსი არასდროს არის შემთხვევითი. მას ყოველთვის ჰყავს ავტორი. ვიღაც ყოველთვის არის გამარჯვებული. როცა ხალხი ვეღარ ხვდება რა არის რეალური, მათი მომავალი მათ აღარ ეკუთვნით. ეს ბრძოლის ველია. ეს ბრძოლა არის ყველაფერში რისის გჯერა, რისის გეშენია, რასაც იმეორებ, რასაც არ იმჩნევ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურში ეს კარგად იციან. თუ აკონტროლებ ნარატივს, შენ განსაზღვრავ მომავალს. ადამიანების უმეტესობა მას ვერც კი ამჩნევს, მაგრამ ზოგიერთი სწავლობს როგორ ამოიცნოს საერთო ხელწერა, დაინახოს მიღმა, დასვას სწორი კითხვები და პოულობს გამოსავალს. როგორც კი შენ დაინახავ დამალულ არქიტექტურას გავლენების მიღმა, აღარაფერი იქნება ისე როგორც აქამდე. შენ მიხვდები რატომ ჩნდება სხვადასხვა მესიჯები მაშინ, როცა ჩნდება. რატომ ღვივდება კონფლიქტები, რატომ მეორდება იგივე ისტორიები და ვინ სარგებლობს იმით, როცა ხალხი იბნევა. ეს არის დაზვერვა. ეს არის კონტრდაზვერვა და ეს არის სოდნა როგორც უსაფრთხოების მთავარი ფორმა. ხედავდე, ეს არ არის ფუფუნება. ეს უნარია, დისციპლინა, პასუხისმგებლობა. ამ გურსის შემდეგ, შენ ვეღარასდროს უყურებ ტელევიზორს ისე როგორც აქამდე. ვეღარასდროს საიკითხავ საინფორმაციო ნიუსს ისე როგორც აქამდე. ექნება ნდობის პრობლემები და ყველაფერი შეიცვლება. განახმა ხარ?